ცხოვრების ნახევარზე მეტი სცენაზე და ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი წოდებები მსახიობი იური ცანავა, რომელსაც მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრემია 7-ჯერ მიენიჭა, დღეს დაკრძალეს. უკანასკნელი ტაში მას თეატრიდან გაცილებისას დაუკრეს. მიხარია, როცა ტაში ხშირია, რადგან ვიცი, კარგი ტაში ძვირია. ნახევარ საუკუნეზე მეთხა სცენაზე და ათეულობით სამახსოვრო როლი. სხვებისგან გამორჩეული შესრულება, რომელსაც მაყურებელი ყოველთვის განსაკუთრებული ოვაციებით ხვდებოდა და არაჩვეულებრივი მეგობარი, როგორიც ის გარდაცვალების შემდეგ მის კოლეგებს ემახსოვრებათ. ძალიან ძნელია ეხლა, რომ 60 წლის განმავლობაში ერთად ახარ თითქმის 24 საათი ილაპარაკო იმ კაცზე, რომელიც წარსულია ამ ქვეყნიდან. ძალიან ძნელია ჩემთვის. რა ვქნა, ღმერთო, ერთსავთ ხო, ღმერთო, თუ კი არსებობს ამ ქვეყანაზე, იქაც შვიდათ უნდა იყოს ჩემი იური. სცენის ოსტატს, როგორც მას მეგობრები უწოდებენ, სხვადასხვა დროს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი წოდებები აქვს მინიჭებული. მათ შორის კოტე მარჯანიშვილის, მემედ აბაშიძის და იუსუფ კობალაძის სახელობის პრემიები. 7-ჯერ მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 2011 წელს კი პრემია წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის გადაეცა. ის იყო ბრწყინვალე პიროვნება, ბრწყინვალე პარტნიორი სამსახურში. ჩემის აზრით ის ოჯახიდან კი არ წავიდა და ოჯახს კი არ დააკლდა, ის დააკლდა ქალაქს და დააკლდა მთელ საქართველოს. ის იყო ძალიან დიდი მსახიობი და მე ვიტყოდი საზოგადო მოღვაწე. არ შემიძლია ხაზგასმით არ აღნიშნო ის ფაქტი, რომ ის იყო პირველი პიროვნება, ვინც მე ამ თეატრში შემომიწვა და პირველად სცენაზე შემომიყვანა. 2010 წელს მსახიობს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. დრამატული თეატრის წინ კი მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. მეც ერთ-ერთი მათაგანი ვარ, ვინც იმ სცენაზე იდგა, მის გვერდით სწავლობდა და უხაროდა საერთოდ მისი ხელოვნება, მისი პიროვნება. ის ახალგაზრდებისათვის ძალიან დიდი მაგალითის მიმცემი იყო და მე ძალიან გული მწოდება, როცა დღეს მას აი ასე მდგომარეობაში ვხედავთ და მივაცილებთ. იური ცანავამ გარდა თეატრალურ სცენაზე თამაშისა არაერთი კინოროლი შექმნა, მათ შორის ცნობილ ფილმებში „ფესვები“, „მე მოვედი“, „როგორ ვიცხოვრო უშენოდ“ და „მშობლიურო ჩემო მიწავ“. ძალიან განვიცდი დღევანდელ ამბავს და ძალიან გული მწყდება, რომ აი ეს თაობა ჩვენი საყვარელი ადამიანებისა, ჩვენი შესანიშნავი მოღვაწეებისა მიდიან, მაგრამ იმედად ის გვჩება, რომ მათ განვლეს ის ღირსეული გზა. სახალხო არტისტი ტაშით დღეს იმ თეატრიდან გააცილეს, სადაც დაახლოებით 60 წელი გაატარა. იური ცანავა ფერიის სასაფლაოზე დაკრძალეს.